მოცემულია წინადადება. თუ სიტყვა შეიცავს რ ასოს, მაშინ ეს სიტყვა შეიცავს ა და ე ასოებიდან ერთს მაინცო. ესე იგი, თუ გვაქვს რ, მაშინ გვაქვს ა ან ე ასევე. რატომ შევცვალეთ ან კავშირით და? იმიტომ რომ ერთს მაინცო და ეს თავისი შინაარსით არის ერთი ან კავშირი. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავუკვირდეთ შეკითხვას, რომელი სიტყვის შემთხვევაში იქნება მოცემული წინადადება მცდარი და ამ შემთხვევაში თეორია ჩვენ უკვე ვიცით კარგად, რომ ჭირდება შემთხვევა, რომ პირველი ნაწილი შესრულდეს და მეორე ნაწილი დაირღვეს. ანუ ჭირდება სიტყვა, რომელიც რ ასოს შეიცავს, ხოლო ას და ეს არც ერთს არ შეიცავს. დავით, ცხენი. ცხენი რ ასოს არ შეიცავს, ამიტომ პირველი ნაწილის დარღვევის გამო ის პასუხი ამ დებულების მცდარობის დასასაბუთებლად არ გამოდგება. რკინა შეიცავს რს, შეიცავს ას, ანუ ორივე ნაწილს აკმაყოფილებს და პირიქით ადასტურებს, რომ მოცემული წინადადება ჭეშმარიტია. მუხრუჭი რ გვაქვს, ა და ე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გ არის სწორი პასუხი. ბანანი რს არ შეიცავს და არ გამოგვადგება და მთვარე. რსაც შეიცავს, ასაც, ესაც, ანუ ადასტურებს, რომ მოცემული წინადადება ჭეშმარიტია. ამიტომ ამ ამოცანაში სწორი პასუხი გვექნება გ.